ეგრა ფენომენია ხო რა? ბოდიში რო ძველ სიმღერას ულაქტოზო სიმღერა დავარქვა. ულაქტოზო. რა გინდა? თქვენ ინგლისური გააკეთეთ იმ. რაც არ უნდა იყოს ვიმღერებ. დავაი. Ოცი 28 არის ძიფასო მეგობრებო ზუსტად. ვიწყებთ გადაცემას. შენ საათ წინ არის. ვიწყებთ გადაცემას არ დავარქვათ ამას. რაღაც მოვიფიქრეთ ესეთი. მე მხვდათ თან წილი რომ მე უნდა გამოგვაცხადო ეს გადაცემა. არც ახალი ვიცით, არც ფორმატი ვიცით. უბრალოდ სტუმარი ყავს, სუხიტა, მოვიყვანეთ ისე და ვის არ დაურეკეთ, ყველამ გააჯობოდიშით, მაგრამ ეგრე გითხეს და სუხიტამ ყოსა იგულისხმა იფიქრა, მაგრამ მაინც მოვიდა, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარია და მაინც ჩვენთან ერთად ავიდა. ანუ სუხიტას მივესალმე. სუხიტას მივესალმე, მეგობრებო. მადლობა ჩვენში გონისთვის. რა გამოვა, მეგობრებო, მართლა გონები არ ვიცი. არც მე ვიცი რა ხდება, ვიცი რომ სტუმარი სუხიტა არის და ესენიც სტრესს ბოლო წუთამდე მეგონა რომ გავიგებდი სადმოვეთ. ანუ ისე დაიწყო, მართლა დაიწყო, აგერ ანტია ყველაფერი. არ ვიცი სადმოვეთ. ან იდეაში რა დაახლოებით როგორი ამბავი იცი რომ რასაც აი დამაჯერებელი ტემბრით რო იწყებს. აი ასე დამირეკა და აქამდე მოვედი ასე და რაც თავია პირამიდა არა, რა ესეთი. ანუ რასაც მიჩვეული ხარ, ეგეთი არ არის. რას ვერ მიჩვევ? გადაცემაში სტუმრად მისვლას რომ აი ბატონო სუხით რაღაც ეს არ იქნება. რაღაცა რომ აი არც მანამდე არ მომმართავდით ეგრე. ანუ არ გეფოფინებიან რაღაც სხვა ფორმატებში. არა. ან მიკროფონს არ მოგწევ და გვიმღერეთ, ეგეთი ისინი არ იქნება. ერთადერთი რაც მიხარია ეგ არის რომ ანუ სასიმღეროთ არ მოვედი. ნუ ეგეც რა ვიცი. ნახოთ. რა იცი? რა იქნება? ეგეც არ არის? არ ვიცი. აი, ფილტრი არა. აი, დაიწყეთ, აბა რა, დაწყეთ. უკვე დაწყებული ჩართულია. მიდის. მიწერება და რაც გინდა, როგორც გინდა, თუ ვინმე არ გევასები, შეგიძლია პირდაპირ თქვი და გავალ. არა, რატო ვევასებოდე? თავიდან ანუ იმით დაიწყო. ანუ რატო დავაგვიანეთ? შენ რას გიხსნი პრინციპში? სუხიტას რატო დავაგვიანებ ჯგუფს? რატო დავაგვიანებ? რატო არის ცხლის ნახევარი? რატო არის ცხლის? არა, შენ საათი. ჩემი უკან. ცხლის 28 წუთი რატო იყო დაწყილი დროს? იმიტომ რომ ვასვა ჩვენ სუხიტას სუხიშვილების კონცერტს. ოღონდ არა. ერთი წამი მედოლეს მაჩვენებთან. კონცერტ მედოლეს რომლის პარტია სადღაც შუა კონცერტში. აი, კულისებში խոսხედან და სუხიშვილები არისო თან, სხვა ანსამბლი იყო რა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? თვითონ მოცეკვავები არ ჩა. მედოლეს უყურებდით. ანუ როგორ უკრავდა, აი მაჩვენა, ოღონდ აი ბოლომდე, განა კი არ გაწია, ასე მაჩვენა. მაგით გაიწელა ხო? მე რაღაცა ისა რა ვქე, ძველი ფოკუსი. მე იმის ჩვენება უნდა. ეგრე არის ხოლმე, ანუ სამსახურში ეგრე არის ხოლმე, რაღაც ვიდეოს გვაჭედებს რა. ხო. ოღონდ რეგრესია კი, იმიტომ რომ ჩვენი ამბავი იყო, რომ იარაღი. აი ნადირობ, ნახე. არა, მაქვს ფოტო იარაღებზეც უნდა გაჩვენო. შენ როგორ ისე გაგიშვები ხალხი და ძალიან ცდები. არა, როგორი თემა, თან წინ ნადირობა ხო არ არის, რომ მიხვიდე ის რომ 5 საათიანი ვიდეო არის და აი ჯერ წკიპურტებით რო დაიწყო მედოლი. 5 საათიანი ვიდეო არის და ანუ თან გაიძულებს რომ თავიდან ბოლომდე წეგანი მის ჩართვას აპირებს. ერთი-ორჯერ გავიხედე და იქ დამაწია. წეგანი ეს აიქნეო მაგრამ ვასო იმის ჩართვას აპირებდა. ანუ რაღაც გავიხედე, აი ხო წავედი და აქ მოვიდე. კი აი ეხლა იქნება მაგრამ. თან გონია რომ მოგწონს, გაიგე? აი მე კი არა რომ ხო ეხლა გაიგე რომ ანუ ამ გადაცემის ფორმატში გაიგო ვასონ პირველად რომ არ გვაინტერესა. ანუ ეხა ხო მიხდი როგორი გადაცემა არის. ვიდეოები არ გვაინტერესებს. რაღაცა ინფორმაციის, რაღაცა ნადირობას ვაჩვენებთ მოგუებს. ხო, YouTube-ი არ გვაქვს სახლში. არ გვაქვს ნაყიდი YouTube-ი, ან ადრე ხო იყო დენდი კომპიუტერი, რომ არ გქონდა სახლში, ეგრე არის YouTube-იც. ხო, კიდე კაიც, მე იმ ვიდეოს ურთავდა ლისე რო დიდ თევს იჭერს ხო? მე საყურებინო რა. ეგ მართლა კაი ვიდეოა.
ეგ მართლა კაი ვიდეოა. ეგ მაგ თავიდან ბოლომდე ჩემით ნანახი. შენით. მართლა გეუბნები ეხლა რა სერიოზულად. ეხლა მაგას ხურო არა, ეგ რომ მორჩება და მოვიტენტებით და დავიღლებით, მე ტაფაზე არ გაქვს იქ ფოტო, ანუ ნახო რომ ხო ეგ ნახო რეზულტატი. შენ როგორ ხარ ანუ ესტრადაზე რა ხდება და შენ როგორ ხარ ზოგადად რატო გეკითხები, იცი? იმიტომ რომ ხო არის ხოლმე რომ გაი დარეკავ სტუმართან, თქვათ რაღაცა, ანუ მოხვალ თუ არ მოხვალ და რაღაც ნუ თავიდან ცოტა ისეთი თემა გქონდა ჩვენ საუბარი, რომ აი ნახოთ რაღაც არცალი რაღაც მოხდა, რაღაც ჩეპე რაღაც ისე და ნუ ხო, მაგრამ აი ჩაწერის დღეს რომელ საათზე მეთქი 8-ზე სადღაც ეს სავარაუდოდ და ნუ აიო და 4 საათზე მოვიდა რა და ანუ რა ხდება შენს ანუ რა ესე იგი ძალიან რატო ძალიან ნერვიულობ და დაკავებული ვარ და 4 საათზე მოვედი. ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა და ძლივს ჩავეტია რომ 5 საათად ადრე მოვედი ძლივს. კონცერტები არ ტარდება თუ რა ანუ რა ამბავი გჭირს? ავიცი, ალბათ ტარდება რაღაც. ალბათ ტარდება ამბობენ რომ რაღაც კონცერტები ტარდება ალბათ. ვინატარებს ეს უ მაინტერესებს ამ კონცერტებს ვინატარებს. ან ბილეთს თუ ტარდება ესე ბილეთის პოლიტიკაში რატო ერევი? პოლიტიკა არ არის. მე საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არანაირი პოლიტიკა არ არის. მე თინი. ხოდა აი ვიღაცა კონცერტი ტარდება ვიღაცა ყიდოს ბილეთს ხო ისე ხორჯა ტარდება. ეგ გადაშენებული არის. უკვე აღარ არის რა, ეგ გადაშენებული ამბავია, იმიტომ რომ რაღაც არ არის ამ პრინციპ ფორმატი ხო არ გაქვს. მოდი ვიწუწუნებ ცოტა. რაც კიდე მიდი. ეგ რო ბილეთებზე რო იყო დამოკიდებული, რომ კაი კონცერტი გააკეთო. ბილეთი უნდა ღირდეს ერთი ბილეთი 200 ლარი, ან 300, რომ შენ სპონსორების და დონორების და იმის გარეშე შენივე კონცერტიდან ამოიღო ის თანხა, რომ ნულზე გახვიდე, ანუ გადაუხადო მუსიკოსებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და სხვა დანარჩენი უკვე არის, რომ იმან დარბაზი უნდა მოგცეს, იმან ორკესტრი დააფინანსოს, იმან ეს, ანუ ესე ბილეთი იყიდე და თან ჩვენთან გადავაჩვიეთ იმდენი საქველმოქმედო და იმდენი რაღაცები ხდება, რომ ადამიანები ან უნდა ჭამდნენ რესტორანში და ისე გისმენდნენ, ერთი ცალკე მიმდინარეობაა, ან რაღაცას უნდა ვაშენებდეთ, ან ვიღაცას უნდა ვარჩენდეთ, ან გადარჩენის ნაწილში, ამას შეიძლება ვიღაცებმა მაგინონ ამის გამო არ ვუტრირებ, მაგრამ მხოლოდ ორი გამოსავალი არის. პრინციპში 3. ერთია სამთავრობო ღონისძიებები, ერთი არის საქველმოქმედო ვიღაცას ვეხმარებით, იქ ფულს არ გიხდიან უბრალოდ ვიღაცები მოდიან და ფულს იხდიან იმაში, რომ ვიღაცა გადავარჩენოთ და რაღაცა კედელი აღვადგინოთ და ერთი არის, რომ რესტორანში მიხვიდე, ვიღაცა შქმერულს ჭამდეს და თან გისმენდეს. აი, როშ რაღაცა ხოლმე აი რაღაც კონცერტი ჩავატაროთ, ჩვენ რო გადავრჩეთ. ესეთი რაღაც შეიძლება, აი ჩვენ ხარ ანუ ჩვენი გადარჩენის კონცერტი. ჩვენი გადარჩენის კონცერტი მაინტერესებს თუ ჭამა თუ არის გამოსავალი კინოთეატრებში რო გავაკეთოთ კონცერტები ეგეთი მოსვლა. კინოთეატრში არის გახსნილი სამშენებლო კომპანიის ოფისი, რაზე მელაპარაკები, ძირძველ. მე ტკივილი არის თეატრალური. ეგ წინადადება შეიძლება ესე ვთქვათ. გახსნილია ოფისი კი არა, დაბყრობილია ოფისი. ნუ შეიძლება თემიდან გამომდინარე, წარმომავლობას თუ აღარ ჩაუღრმავდებით და დასაბრუნებელი გვაქვს ეგ პლეხანოვი და ოკუპირებული ტერიტორიები. მე მგონი მივხვდი ბაღი რატო გააკეთა და სოფელსა თუ დაუბრუნდა სუხით ამ ხელა პრობლემების გამო. ძალიან უკვე აი საინტერესო გადასვლა იყო. თლად აკრძალულ ზონაში წვივში მომხვდა. ანუ მოდი ზემოთ მოდი ზეღა დარტყმები. რატო ანუ რა. არა, სუხიტას ბაღი არ იცი? მე ვიცი არტოს ბაღი, ვერის ბაღი და სუხიტას ბაღი. სხვა შე არ ვაღიარებ ბაღად. სუხიტას ბაღი მეც ვიცი, ახლა სურათით შემხვდა ამას წინათ. რამოდენიმე დღეს ეს თოვლზე გედო სურათი მაგრამ ძონძიკასი ალბათ. ბაღის ის მეცადე ბევრი საყვარლობა რაღაცეებიც. კი, არა, ეგ სურათი აქ უნდა მქონდეს. გაჩვენებ, რომელ სურათზე გეუბნები? მოიცადე, აი. სუხიტას აქ ბაღში ფოტო? აი, ეს ხო ეს. დიახ. ეს პაჭუნათითები შენი? ანუ მაგათ პადაგრა არა გაქვს. ძალიან კარგი ის არის. და არც დეზი არა მაგ. კი. და ნახე, ახე რა ბაღი. ფეხებზე ფეტიში ხო არა? კაი ეს, კაი. აი ფოტო. კიდე შენს გადაგიღო ეგეთი. როცის ფეტიში არა, უბრალოდ შურს. მე შურს უბრალოდ. ფორმატი არ მაძებს, მაგის საშუალებას თორემ. მე ფეხის თითებით სასწაულებს ვაკეთებ. ნეკატიძე ფჩხილი გაქვს იქ? მე უბრალოდ თელი ფეხები შურს და მაგიტო ეგ. მე შემიძლია აი ესე გავაკეთო. უყურე. აი ესე შემიძლია გავაკეთო. მინდა გაჩვენო. აცოდე ადამიანს ცუდად არის. რაღაც ისეთი. რა უნდა მაჩვენო, მაცადე.
მართლა გეუბნები შემიძლია მიდი აი უცებ ადამიანს რომელსაც აი მაგალითად წყნარა წევს ლოგიში და უცებ შეეშინა გინდა გაჩვენო ვასო კიდე გაჩვენოზე რა უბრალოდ არტისტი არა თან რა არის იცი გინდა გაჩვენო და მე უკვე რო ეტყვი კი ან ცოტა გადაცემაში ხარ ხო და განანიებს ანუ ეხა სურვილი გქონახო არა ანუ გადაცემაში თუ ფორმატი მაძლევს მაგის საშუალებას პრობლემა ფორმატი არ არისო გიგანუ გაძლევს აგი რა გადაცემა მაგის საშუალებას გვაძლევს ფეხსა სული აქ ფეხსა სული არა მაქვს წინასწარ გეუნებით აი ჩაცმულზე შემიძლია ეს არის სასურველი ნომერი. აი ყურე თან ცურო არ ვიცი. შენ წარმოიდგინე აი ერთოსო დაარტყა უკვე იქ ახლა აი ესე შეგიძლია გააკეთო? არა არა წადე რა ერთი რა წაიძე. просто მაინტერესებს. რა წამიცრო? გოცი მე ვერ ფეხები არ ამარხო და რა გითხარი ვერ ფეხების შურს თელი ფეხები. სუხი წაიძე. მე არა წადე რა просто. ვერ შეგვე ჩაიცუ, ვასო გაცილდები. ცოტა არაესთეტიური იყო ძიფასო როგორ უბრალოდ ჩემი შესაძლებლობა მე ბევრ ამას მოხდა შორის მონადირე კაც გამოადგება ანუ უამაზესი რომ მიდის იხს რო ეწევა სულ იხს მოიტყუებს არა ეს შენ იარაღები გიყვარს მე შენი ნაკვალევი რა თოლში ნაკვალევი ჩემი და რა ცხოველმა გაიარა თოლზე დადის თავისუფლად არ ჩადის თოლზე. Facebook-ზე საკმაოდ აქტიური ხარ, ხო? სხვა პლატფორმებზე როგორ ხარ? ყველგან ვარ, ოღონდ აქტიურობის ნაწილში ალბათ უფრო Facebook-ი, იმიტომ რომ გამომწერების უმეტესობა Facebook-ია რა და ისეთი სეგმენტი არის ჩემთან, რომ აი TikTok-ის და Instagram-ის მომხმარებლები უფრო ნაკლებად. ანუ ისინი უფრო ისეთი არასერიოზული ხალხია თუ? არა, არასერიოზული. არა? როგორ არა? იქაც პრინციპში არ ვდებ ისეთ რაღაცა. მაგალითად ტრენდულ რაღაცებს ხო არის რაღაც ტრენდები, უშნო ტრენდები რო რაღაცა. მაგალითად აი ვასოს ფეხები ან რაღაცა. არ არის ხო? არ არის. ისე შეიძლება რომ აი გატრენდო ეგ, ხო? მაგაზე ვიფიქრებ მე. იქნებ პრობლემა ამაშია, რომ ხო თქვი რომ რაღაც სხვა კონცერტები არა, იმიტომ ეხა არის TikTok-ზე არის დიდი მოთხოვნა ზოგადად რა. კი. იქნებ აი TikTok-ზე რომ გააქტიურდე, იქნებ იქედან მე წამოვიდეს კონცერტები. ახალი ტალღა. ანუ შენ TikTok-ზე შეგიხედავს, ანუ აი ერთი 10 წუთი მაინც აგისკროლია? არა. არა ხო 800 მიხვდები რომ ანუ TikTok-იდან წამოსული ძალიან ცოტა რამე. აი თქვათ რატო? არ ვიცი. შენი სიმღერა დევსამე TikTok-ზე. კი. შენი ნამღერი. რომელი? კი. ბევრი. ერთი მითხარი. არ ვიცი. მეც მიდევს ჩემი. ყველაზე ბევრი ნახვა რასაც არის. გაქვს TikTok-ი. არა, მე არ მithქოს რომ არ მაქვს. ვიდეოებში ძებ ხანდახან. ანუ TikTok-ერი ხარ. ანუ ხომია TikTok-ი. არა, პასიური TikTok-ერი. ანუ შემოსავლ TikTok-ერობა იგივე YouTube-ერობა და ასე YouTube-იც მაქვს. აი YouTube-ერობა და TikTok-ი და თუ Instagram-ერობა ნიშნავს იმას, რომ იქ რაღაცა ან ინფლუენსერი ხარ, ან შემოსავლის რაღაცა ნაწილი მანდედან გაქვს და მე არ მაქვს არცაიდან შემოსავლა. ან ბანძი TikTok-ერი ვარ, რომ ანუ უფასოდ მუშაობს ეს კაცი. ჩვენ ანონიმურად ხარ. ანონიმურად ხარ. არა, რაღაცა ტრაქტორები და რაღაცები არ მქვია, ანუ ჩემი სახელი მაქვს. ისი აკეთებენ სუხიტა სიმღერაზე რაღაც ვიდეოებს ხო აკეთებენ ხოლმე. ვიღაცა რომ ღირს და პირს უაყოლებს და რაღაცა. მე ეგეთი მიდევს მაგალითად ჩემ სოლო კონცერტზე მიდევს ძალიან სერიოზული ნამღერი, მართლა ერთ-ერთი. არა, შენ სიმღერას ბოდიში ახლა რომ გადავხედე რა. ვიღაცა ფერიო ბიჭებო რა, ანუ ისეთ სიმღერას ვერი, ანუ კი არ ხუმრობ. მეც არ ხუმრობ, ვიღაც ტიპი დგას, ჩემი ხმა ისმის, ოღონდ ბევრნი არის. მიკროფონი უჭირო და რაღაც სცენაზე დგანა, ჩემი ხმა ისმის და მღერია და იქ ქვემოთ უწერენ ვიღაცები რანიჭიერი ხარ და ვერცად დაგლოცოს და ეს ბიჭი ვინ არის გაგვაცანი და რატო შენ სულ სცენაზე უნდა იყო და ჩემი ხმა ისმის. ანუ მან ნახე ახალი პრობლემას წავაწყდით, ხო არის წაკითხulis გააზრება. ეგ არის ნანახის და მოსმენილის გააზრება. ანუ 1 2 3 სამის გააზრების პრობლემა უკვე გაიჩიტა. ანუ ის შოულობს ფულს და რა შენით შოულობს ის ფულს ეგრე. არა მგონია ფულს შოულობდი. ძალიან სერიოზულ ფულს. დიდ მახუთებში. და რა მაინც კაი კომენტარები რო წაგეს, თუ კომენტარები არის ხო მან?
აი შენ გაიხარე და რა кайხ მაგ იქ ქვემოთ არ იყო რა იმათვის არა იმათ არა იმ მე მაგინებო ხომ ძირთად მაინც აი ყველაფერზე აი რა ანუ ნამღერი იმათი მოსწონთ მაგრამ სახელი და გვარი შენ სოციალურ ქსელს აქვს ჩვენთან ერთი უცნაური პრობლემა ეთერს გარეთას ვლაპარაკობთ ანუ არ ვიცი სხვა ქვეყანაში ჩვენთან პრობლემა რა არის რომ აი მაგალითად ხის დარგვა ხო კარგი ფაქტია ანუ არავის არაფერს არ უშავს აი თან შენ ბაღში რგავ ამას ანუ სხვის ეზოში დაუკითხავად კი არ ჭიჭკნამ ესა ხო აი რომ ხე დარგე გაიზრდება ჰაერი ყველაფერი მაგისტრის ქსარია შედედა ხო ანუ ეგ რატო დარგე შე ანუ ხო მუხარა შენ მათ გინდა ანუ ხო აი რა უნდა ბალი უნდა რომ მოვიდეს ჭამოს მე თუ რა უნდა ძირითადად რა სისხავს აი ეგ კომენტარები ხო ანუ ორი მიმართულება არის მეც რო ეხა ხედავ ერთი არის აგრესია ანუ შენ ძგ TikTok-იო თუ არა TikTok-ი არა მაქვს TikTok არა მე მაქვს ჩემი TikTok-ი აი როგორ მე და სუხი და ერთნაირ TikTok-ერები გამოვდივართ მაქვს TikTok-ი რომ იმისთვის რომ ნუ რაღაცა შევიდე და 2-3 წუთი გავუძლო სკროლო მე გამოვიდე ამისთვის მაქვს ანუ თავი რო დაისახე რომ გამოვიდე იმისთვის მაქვს რომ შევიდე კი ასე მაგრამ იმ ნაწილში რომ შედიხარო შენ თუ იმაზე ფიქრობ რომ რა მდგომარეობაშია შენი თანამოქალაქეები და მათი ინტერესები რაზეა მიმართული ან თვითონ ტიპები რას ინტელექტუალურად რას ქმნიან იქ ხო რაღაცეებს ანუ ბევრი ნახვა ხო აი for use რო უთემ ხო რაღაცა რასაც გიგდებს და რო ხედავ რომ ლაიკი რო აქვს 50000 და მილიონი ნახვა რო აქვს გაინტერესებს ხო შენმა თანამოქალაქემ ამხელა რეზონანსი რითი გამოიწვია და არ ვიცი სისულელეებს მღერიან ცეკვავენ ვიღაცეების მოგონილ ტრენდებს ანუ იმეორებენ და შენ პრაქტიკულად შენი თანამოქალაქე არ ქმნის არაფერს ანუ ხო ნახე მაგრამ ნახე ეხა ის გამოგვდის რა ანუ ცოტა მე მგონი რაღაცა აი დაუბერდით თქო ასეთ გამო დაუბერდით შეხედე არა ნუ გერიდება ხო შევხედე კეწერლანაც რამ თანამ შემოვიდოდი მანავდეს ვიცი მოგეწონა არანაირად მაგრამ სხვა რაღაცის თქმა მინდა რომ ახალგაზრდობაში თქო მეც ახალგაზრდობაში მეც რო ვარეგისტრირებდი Facebook-ს მაგალითად ხო მაშინ ჩემხელა ადამიანები ხოლმე რო ვარ რა არის ეს და ეს რაღაცა ფერმა და ხო Facebook-ი ხო ამ დაიწყო რომ ფერმა და რაღაცა მე არ მქონია მაგრამ ყველა დარბოდა რაღაც ძროხამ და მოუწველო რა ანუ ეგ ის იყო რა ანუ 2009 თუ 2008 ამბავი ის რაღაც გამომიგზავნე რაღაც სასუქი იქნა დაუყარ ამიტომ დღეს ადმივედით ხო რაღაცი პოლიტიკოსის განცხადება ვიღაცის ამბავი მე რაღაცა პროგრესი განვითარდა პროგრესი არა პოლიტიკოსის განცხადება რა შემოვიტანე რამე საინტერესოს ლაპარაკობენ ანუ არა ნახე პირიქით სხვა მიმართულებით მიყავს ანუ სოციალურ ქსელებში რასაც ვაკვირდები ორი მიმართულებაა რა TikTok-ი არა წევან იმას Facebook-ს დაუბრუნდის ერთი არის აგრესია და მეორე არის საქართველოში არის მე მგონი რა ყველა რო ხუმრობს კი ხუმრობა აი ნახე გადახედე უცებ ხა ნუ შენ არ გულისხმობ შენი პოსტები არის როგორ იცი აი კოელიოს რო დაამთავრებ და მე იწყებს უხიტას 10 ტომეულს ანუ ესეთი პოსტები აქვს რომ ანუ 1-2 დღე კითხულობ იმიტომ რომ პატარაც არ არის ანუ ჩაუღმავდე უნდა ჩაწვდე ამიტომ შენ არ გულისხმობ ანუ ხუმრო არა და ხო სოფელში მეტი დრო გაქვს საწერად აი ფეხის ფოტოების ისიც აიხსნა ფეხი და აი ხო და არა ეგ რა ფენომენია თქო რა არა ძალიან საინტერესო მე ამის ვიდეოები რა მოგეკო ერთ სახეზე რო ტატუანი საინტერესოა ჯეოსტა ვიდეო ვიდეო გამახსენე ჩემი ვიდეო რა არა ჩემი ვიდეო ხო ის კენზო გაიხსენე ხო სახე დახატული გამახსენდა რაღაცა მე რო ხორფა რო იყო ეს არისო ეს იყო და ხორფა კენზო ჯეოსტარიდან რა გახსოვს კარგი მე
გამარჯვების დღე მახსოვს კარგად. გამარჯვების დღე კი მართლა. მოგებული ვარ, ეგ გასვიცოდი და. ბაჩო, კი, მე მახსოვს. რომელი? აი ეს საინტერესო ჯოუსტარი და ჭარია. რაღაც სიმღერა ხდება. რომელი ინგლისურად უცხოენოვანი სიმღერა რო არის? აქ მიტანახი. აი ლინკივის მაინტერესებს პოსტი შენ რომ ღერდა ვიღაცა კი ჩარტი. მოიცა, არის. ვასო, ახლა ნადირობის იმას მოვუყუროთ ბოლომდე და სულ ხიტა მღერის ხა არა მიქა ვიკი ჩემი ნატივი როგორი ინგლისურია, იცი? აი სანამ ამერიკელი მასწავლებელი შემოვიდოდნენ საქართველოში, ეს მანამდელი საბჭოთა წიგნას ეგეთი ინგლისური. გოლიჩის დასწავლი. შენ მაგით გაკნას. ქართული ტექსტები ვისწავლე ჯეი თომას. ინგლისური ტექსტი ვისწავლე. წერით გეუბნები. ძალიან დღემდე ეგ არის ქართველი მომღერლის პრობლემა, მათ შორის ჩემიც. რომ რა? იმ დროს მხოლოდ მომღერლების ბრალიც არ იყო. ეგეთი მოცემულობა იყო მაშინ ეთერებში რა, რომ რაღაცა უცხოური უნდა ყოფილიყო ჩვენ გამოუცდელები, მაგ ეგ იყო ჩემი მეორეჯერ ვიდექი სცენაზე მაგ დღეს მარტო რო გამოვედი. ეს იყო მეორე ტური. ყველა დღე მახსოვს გუშინდელი დღესავით. იმიტომ რომ პირველი დღე იყო გოგი დოლიძის სიმღერა ვიმღერე, იყო არა იყო რა და მეორე ტური იყო უკვე ეს ეგეთი რა. ანუ შენ ისე დაიწყე ახსნა რომ შენ გონია ამაზე გვეცინება. მე პირიქით გონია ნახე არის ანუ ამაში ყველაფერი არის ცუდი კარგია ეს. მაგ ინგლისურის თემაზე იყო საუბარი. თუმცა სიმღერის კონკურსი იყო და არა ინგლისურის. ეგ რასაკვირველია და ხო? მანდ იყო არტისტიზმის და კიდე ბევრი რაღაც კონკურსი. აი ნახე რომ აი მან მოყვები მე და ეს სად წავიდა ეს ყველაფერი სად დაიკარგა. სოფელში. რა. რა დაიკარგა? აი რაღაც ისეთი მოძრაობა სიხალისე აი სევდა არის გრძნობა დიდი დოზით მოძრაო ადამიანის სცენაზე ვამბობ ხო? ანუ ეგ ამბავი სად დაიკარგა ანუ შენში. თუ არ იყო, არასად არ მიდიარ აი ამას თუ ეს იყო უბრალოდ შენს თავიდანვე იმ სტილის თქვა სიმღერები მოხსნა რასაც დღეს მღერი და ეს იყო გამონაკლისი? არა. თუ ეს იყო შენში და მე გამოგეცხადა რაღაცა ისა და სწავლის თაგაგონა რომ მორჩი გასვი წერტილი თუ კიდე აგრძელებ? გავაგრძელებ კიდე. ვიდი. იმიტომ რომ შენ ხოლოდ კი არა. ზოგადად ანუ ქართული ესტრადაზეც რო ავიღოთ, გამონაკლისი, ჩემს ვამბობ, მე არ ვამბობ, არ ვიცი. შეიძლება არც შენ მეთანხმობდი არც რა. ანუ ქართულ ესტრადაზეც არის ეგეთი ტენდენცია, რომ აი მომღერალი ანუ რა თქვა დადგა, იმღერა, შეასრულა. გავიდა აპლოდისმენტები. მოგა ანუ რაღაცა შოუს ელემენტები, ამბები, სიმღერამ უნდა მოგცეს ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამას შენზე კი არ ვამბობ კონკრეტულად. ზოგადად ვამბობ. ჩემზე მე მელაპარაკე. ასოზე ვამბობ. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, როცა მეუბნებოდი, რომ სიმღერის დროს ხელი უნდა აწიო. ანუ ერთი წამი რა არა, ხო მორჩი კაც ერთი ხელს ხო წევ კაცო, სხვა რამეს მაცადე, ხელი უნდა აწიო. ყოველთვის არის მომღერლები, მით უმეტეს ეხლა. თუ არ მოგწონს ჩემი შესრულება. შეგიძლია იმას მოусმინო, ხო თქვენ დასვით ეგ კითხვა, ხო? მე მეუბნები, ანუ თუ არ მოგწონს, არა, მე მომწონს, არა, დავამთავრებ რა. ოკეი. ჯერ არ დავამთავრები. მომღერლის შესრულება. დასვი წერტილი. არჩევანი გაქვს უამრავი. YouTube ხო დენდი არ არის როგორც ახსენე. ხო გაქვს? ხო ჩართე რა მე ის ჩვენ ძეგლად მდგომებს შეგვეშვი რა. ნახე, არა, შენ რა გონია, ჩვენ რას ვასუხობთ, აბა, აუ ის სკეჩი რაბაძე, მე გადართე. ჩვენს შენ რა გონია, რამე ხო და მე ვიცოდი რომ მაგას გიპასუხებდი. რას? არა, მე იქნება მაინტერესებს და იქნება ამომახსნევინო თქო ეგ ფენომენი. ანუ ძირითადად რატო არის ესე მართლა რაღაცა სევდაგვჭირს, სევდიანი სიმღერა უფრო მეტი ვიდრე მხიარული თუ რატო არის თქო ეგრეთ. რა შენ კი არ გთხოვ იმას რომ რატო არ მომღერლები, რომლებიც ძალიან დიდი წარმატებით ცეკვავენ სცენაზე. ქართველები. არ გინდა დაასახელო რატო თუ წარმატებით ცეკვავენ? არ მინდა, იმიტომ რომ რა ვიცი. არც ისე წარმატებით ცეკვავენ ესე იგი. ანუ შენ იმის მაგითა რომ ისე რომ ცეკვავენ არ მოგწონს. შოუ თუ გინდა ძალიან მაგარ შოუებს დგავენ, ძალიან გაერთობი.
უბრალოდ რა ვიცი, მე არ მომწონს. ორი ეკარგება სიმღერა. აი რომ მოიწევთ ალბათ ეს გადაცემა თუ იარსებებს კიდე. შემდეგი რომ თუ მოიწევთ იმათ უთხარი. ესე იგი არ მოგწონს, თუ არ მოგწონს, ნუ ასწავლე და სხვა შეხედა. ამას ვერ გადავრთავ აქ. ანუ იმას ვერ ატარებ. ანუ ეთერში რო გავა გადავრთავ. პროფესიით რა ხარ გი? სახიობი როგორც სახიობი, ხო? ანუ თამაში. ანუ ნახე, ისეთი თემა არის, ანუ ვიზე იძახი, ბიჭო. ეხლა კაბი დარბოდი აქ, ვიზე იძახი. რო თამაში. კაბი ხან კაბა მესმევა, ხან მეფე ვიქნები. ხან რა ვიცი, აბაგეცევა, ხანის, აბა როგორ ხან მომღერალი. მე არ მაქვს პრობლემა მაგასთან. შენ თქვი რომ აჰა, გვატყუებსო კი ამღერის. არა. ვინა? ფაკულტეტი რა არის შენ სამსახიობო? დიახ. როდის დაამთავრე, რომელ დაამთავრე? 2008-ში. 2008-ში. დიახ. სპექტაკლში რამე ფილმში გაქვს? მონაცემები ეს. ვიცი სადაც მიდიხართ კი. არა, ასად არ მივიდება. მაინტერესებს თავარი ლოკალები, ხო? ხო, ჩემი ვიცი არ ვიციო და ვიცი, ანუ სპექტაკლშიც მაქვს თამაშები. რაც ესე მაყურებელმა გარეთაც ნახეს თავისუფალ თეატრში იყო, მეტერლინკის ლურჯი ფრინველი იყო. იგი ძალიან საინტერესო და ძალიან ღრმა პიესა. მან თამაშობდი. რას? ვინ იყავი? კუდარ პაპას. არა, მართლა. მართლა? კუდარ პაპას? კი, ოღონდ არაფერ თამაში არ მოხდა. ანუ ოღონდ ეგეთი კუდარ პაპას კი ანუ საიქიოში ცხოვრების საკითხი. აუ მაგის ვიდეო არა, მაინტერესებს. არ არის და ძალიან კარგი არის. აი კითხო რომ დავის პირველი გონება ეგ დასერჩა სადმე რამე ხო დაწუნებული ნახა. ფოტო მასალა იყო სადღაც, ვიდეო მასალა. ფოტო მასალა. ძალიან სამწუხარო არ გიპოვიათ და აუ ერთი ის ფოტო ძალიანაც კარგი რომ არ შენი ახალგაზრდობის ფოტო იყო თუ არ ვთქვი ტელეფონში გექნება თავცი თქვენ ისე რა კარგი ფოტოა არა არ ხართ მომზადებულები არა რას ლაპარაკობ ჯიგოლო რა ომიქეკა და ჩემი ინგლისური რო შეაფას არა რას ლაპარაკობ მე თავიდან ეგ ფოტო რო ნახე მეგონი დიეგო მარადონა მართლა ძელი კი ხოჭუჭა თუ კუკურელია ბლანჟიტაც ნახეთ ბლანჟიტ არ ვინახავ აი ეგ თმა და ბლანჟე წარმოედგინე ვიცი ეგ ფოტო რომელიც ნამაჩვენე ჩემი მეგობრის სახში არის გადაღებული დიდი ბუჩქი თავი არანაირი სახში არაფერი არავითარი არანაირი და ჩვენად ფოტოც არაფერი არ გვაქვს რატომ ღელავდი აბა ეს აშუაში ეს არა მე სხვა ფოტოზე არა ვინ თქვა მე რომ არა ხომ აქ ხმა ფილოსოფიურ გამოხედა ნახე ეს ხარ სადღაც რა საკრებულოს იმაზე არა დარბაზი კი აი სპექტაკლი მოითამაშეთ თუ კამებით დარბაზი კი კი კამებით ეგ არის 2015 წელს გადაღებული ფოტო ზაქარია ჩელიძის მიერ მადლობა ზაქარ ექთმები რომ მოუში სუხი აი პროსტა თმა მაქვს და მაგიტომ თუ ვინმე აი ოთომაგას ვერ იზავს ახლა რაც არ უნდა მოწოდოს მაგრამ მარადონა ვერ იზავს მან ვარ 19 წლის ამერის 18 ან 19 წლის ეგ თმა რომ შე რომ რაზეც ხო და რატო აი სპექტაკლში თამაშობდი ეს იყო ბერტოლდ ბრეხტის სეჩუანელი კეთილი ადამიანი ბერტოლდ ბრეხტის ასიამონია ძალიან იყო ბრეხტის ასდაკმა გაივიწყე არის ჩემი ინდირარეობა და ძალიან ხალისო ხოლმე მომწონს სეგმენტი მომწონს იმიტომ რომ რამაჩხიკვაძე ძალიან მიყვარდა ძალიან და ვიცით რომ გენიალური მსახიობი იყო და რას თამაშობდი ანუ ვანგი წყლის გამყიდველი ვანგი ეგეთი ერთ-ერთი მგონი ერთადერთი კეთილი ადამიანი იყო მთელ პიესაში და იქ იყო ესეთი უპატრონო ქუჩაში მაცხოვრებელი ადამიანი ძაძები მეცვას უმურიანი გაწეწილი თმა და ანუ იმისთვის რაც სცენაზე უფრო მეტ შეიძლება დამაჯერებლობას ან მეტ ხასიათს ქმნიდა ერთ-ერთი შემადგენელი თმა იყო რა ანუ შენ იყავი მსახიობი ვინც ანუ თმა უკვე გქონდა ანუ სესილიასავით კბილები არ მოგიღია როლისთვის ხო შენ იყავი ესეთი მე სხვათა შორის ეგეთი რაღაცეები ძალიან მიყვარს როცა ადამიანები თავისი პროფესიის გამო მე შემეძლო ეგ თმა საჭიროების შემთხვევაში იმ წუთში ნულზე გადამეღო თუ დაჭირდებოდა ანუ აი მე როგორც ამ პროექტზე ვქენი და ძალიან გიხდებოდა ის დიდი თმა რაც ქონდა გუში როცა ქონდა სუხინას ერთ-ერთი სპექტაკლი არ მაგ ნახე და ან მეორე თქვა უკვე რომ ნათამაშები მაქვს
სადმე არ არის ახლა რომ დავსერჩოთ რამე შემინათა. შეიძლება იყოს ვიდეოსკენ იწევს მაინტერესებს მართლა არ მინახავს. იქნება სადმე რამე არ ვიცი. ზოგადად ჩემი ჩანაწერების არც ნახვა, არც მოსმენა, ეგეთ რაღაცები არ მიყვარს. აი მაგალითად ხო იცი ახლა თქვენ შემთხვევაში იქნება სადმე რომ შედიხართ და რომ გირთავენ შენ ნამღერს ან შენ და მაგ დროს აი მაგიდის ქვეშ რომ გინდა შეძრე, იმიტომ რომ ან სტუმართან ერთად ხარ ან რაღაც და გირთავენ ოღონდ ყველაზე ცუდი სიმღერა რაც გაქვს. აი მაგალითად ვიცი მიხვალთ იქამდე და მე ჩემი ცოლის დაკარებში ვოლარე მაგ ნამღერი თავის ცეკვით. საერთოდ არ ვიცოდით ეგა. და აი მაგას ჩართავდა ესე მიმტანი როგორც ცეკვითო? ესე გიშება ნახე როგორ გიცანი და ამ დროს ფიქრობ რომ რატო ჩარჩე რა. თავის ცეკვით გაქვს ნამღერი ანუ იმღერე. და სხვათა შორის მაგ წინა დღეებში მონდა მენისკის ოპერაცია გაკეთებული რეაბილიტაციას გავდიოდი და ეგ სცენდა მختები მაგ დროს რა და მაგ დროს პირველად გავიდე ეთერში ჩემი რეაბილიტოლოგი მწერს რომ ეს ოპერაციამდეა ხო გადაღებული და მეორე ოპერაციის მერე და ანუ დიდი პაუზა რატო ანუ რო ვაკვირდები შენ გაქვს რაღაცა მიუღებლობა რაღაც ანუ შესრულების შენი აი რაღაც ძალიან ჩარჩოები გაქვს ხო? ჩარჩოები კი არა არ მომწონს არასოდეს რასაც ვაკეთებ. ნუ აკეთე მე. არა, ანუ შენ ეუნები რა, ნუ აკეთე. ანუ როლზე ამბობ თქვათ და რაღაც ისეთ. არა, მათ შორის სიმღერაზეც სულ მაქსურული რომ განსაკუთრებით წლების წინანდელი ჩანაწერები ახლა ჯიგოლოს მაგ ინგლისურით არ მიმღერებთ. ძალიან ეწყინა. შეიძლება მემღეროდ ესეთი ინგლისური. დარჩა გულში. აქედა რომ გახოთ დაგიპარდე. არავის არ დაუპარდეთ. იუმორი გაქვს. ეგ ახლა ვიცი. ამ გადაცემით თუ იმსჯელებენ იტყვია რომ არა. რათა? ნუ მაინც ვერ არის, ვერ გავშალებ ამის ფეხები ვიტყვი. არა, იუმორი გაქვს. ეგ ხო ვიცით ყველა ვინც გიცნობს რომ იცის და ასე შემდეგ. არა და ქართლში არ არისო იუმორი ამბობენ. როგორ არ არის სპეციფიკურია, ხო, სპეციფიკურია. ეხლა იმ დღეს მქონდა რაღაც ვიდეო, რაღაც არ ვიცი რა გამახსენდა, მარტო ვიყავ, რაღაც ვაკეთებ და სიცილი რო აგიტყდება მარტო, ვიცი რა. შტვენაზე რა, ანუ აი მაგალითად ვიღაცა მიდის თავისი წყნარად აი რაღაცა შტვენით, რაღაცას უშტვენენ ხოლმე ან ბაღში მუშაობ. ბოდიში. მეორე ქართლები ასე უნება. რა არის ჭუკებად აი გამახსენდა მე ჩაი რატო უცხოსაც შეიძლება უთხრა რა არის ჭუკებს აი და ხო ჭუკებს რა ჯვარებენ უშტენდა ისეთ ყოფა მამალი აღიგზნება ამ სტენაზე გიჟივით აი ეგ ხა ხო ეგ რაც თქვი რაც მოყევი ხო არის იუმორი არ არის იუმორი ანუ იუმორი ფოლკლორი არა ფოლკლორი კი არის მაგრამ ფოლკლორში ხო არის ფოლკლორი არის სიმღერაც ფოლკლორი არის ისიც ის მაგას ეუბნება ის ეხუმრება მაგნატში ხო და ანუ ხო ხუმრობა არის იუმორი იქავნები ვიღაცამ შეიძლება უთხრას რომ რას მეუბნებით გავადინოს მაგრამ იქ უკვე მიხვდება რომ ამან შტენაზე რაღაცა გაეხუმრება არა ნახე მარტივ რაღაცას ვამბობ რა ნუ თქვი და გაგვეცინა და გაეცინათ ხო იუმორი არის ინტელექტუალური იუმორია ძალიან ღრმა ფილოსოფიური მაგას ჭირდება რომ საინტერესო ეს ეგეთი მაგას ჭირდება მრავალწახნაგოვანი ინტელექტუალური იქით ანუ ნახე შენ როგორ ისა ხო ანუ ეს შენ რა თემა შემოიტანე ხა რომ ინტელექტუალური იუმორი ეგ მაგარ თემაა ზოგადად ეგეც ხო საქართველოში გონია რა რომ ეგეთი ამბავი რომ არის ესეთი რა ანუ რომ ინტელექტუალური იუმორი ვიღაც ანუ შენ როგორ გონია ეგ რა დროს შემოვიდა გითხრა აი ეგ ტერმინი ხო როცა აი გოგიჩას რომ იყავდა ვანონდე შოუ გახსოვს და რო შემოვიდა ეგ ფორმატი და მაშინ რაღაცა არაფერი არ იყო მაშინ გადაწყდა რომ ანუ ტიპი რომელსაც პერანგი ეცვა სათვალე ეკეთა და იქ ბენდი უკრავდა რაღაცა ანუ რაღაცა მაშინ დამკვიდრდა რო ვერ იგებ ანუ ინტელექტუალური იუმორი ანუ რას ნიშნავს ანუ რა ხო არა მაგას ვერ ხვდები სადღაც რაღაცა რომ დაამკვიდრდა იუმორი უკვე ინტელექტუალური არის თუ მართლა რაღაცა ზე გეცინება და ეგ ხო ალეგორია არის რეალურად ანუ რაღაცის უცებ მოფიქრება ან
თვითონვე ინტელექტუალური მოვლენა არის. ფანტაზია. ხო, ინტელექტუალურად იმურსაც ვერ გაიგე. ეგ სხვათაშორის ეგ ძალიან შენ ბანალურია, მაგრამ ძალიან ის ადამიანის რაღაცაზე რომ ცოტა ფამილიარული რო ხდები და რაღაცას გაეხუმრები და ცოტა ეს თევზი გიყურებს. ანუ ძალიან ნერვიულობ მაგ დროს, იმიტომ რომ ვიბნევი სხვა თემებზეც ვეღარ ვეკონტაქტები ის, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცა ის კონკრეტული პუნქტი არ აქვს მონიშნული აპლიკაციის აპში და რომ აი იუმორი არ აქვს მონიშნული გამართული აქვს. ზოგზე ვერ გაიგებ, ხო იცი, ზოგი არის მე მყოსფრისა ფრანგული ბულდოგი. აგერ გოცისაც ყავს და უცნაური რაღაცაა ძაღლებში ერთმანეთს ხო იცი როგორ ცნობენ შორიდან რომ ხედავენ ერთმანეთს ხასიათი იციან აი 100 მეტრში რომ დაინახოს ერთმა ძაღლმა მეორე იცის რა ხასიათით მოდის ანუ უც თუ აქნევს ესე ხო ის რაღაც კარგი განწყობით მოდის თუ აი კუდი რაღაც ისე აქვს გასწორებული დაძაბულია და ესე დაძაბული ხდება რაღაც და ფრანგული ბულდოგს კუდი აქვს ამხელა და კუდი აქვს მართლა და ვერ იგებენ ძაღლები და მართლა ეს პრობლემა და ყველა ისე ხდება აი დაძაბული რაღაც და ეს ყველასთან თამაშით მიდის იდეაში და ეგ ადამიანები ხო ეგეთები მე მაგონებენ ეგ ფრანგულ ბულდოგს რომ რაღაცას რომ ეს გიყურებს და ვერ ხვდები ან რა უნდა აგრესიულად აგეხმურება ერთ-ერთი მეგონა რომ ეგეც იუმორის ნაწილი იყო რომ ვითომ არ იცინის რა ანუ რაღაცა ისეთი იყო რომ შეყევი შენც ხო და ანუ ვითომ და მე ვიფიქრე რომ ანუ ეს რა კაი ტიპია რომ ანუ იმდენად მაგარი იუმორი აქვს რომ ეხლა სადღაც ამას დამახვედრებ და ისე დამთავრებულა საკითხი რომ უბრალოდ ვერ მიხვდა ინტელექტუალური სიმღერა თუ არსებობს ჩვენთან აი ფოცხიშვილი გრუზინსკი და მაგათ ტექსტებს რო ხშირად მიწევს შეხება ძალიან საინტერესო მასალასთან ძალიან ღრმა ტექსტები არის შიგნით ანუ იქ მართლა ალეგორიებია ძალიან ბევრი ძალიან ბევრი სათქმელია შენ თვითონაც მომღერალს გეხება ხო ნუ ეხა იმიტომ რომ ბევრი თავიდან ხო აი ლექსად დაიწერა ლექსი არის თავიდან ლექსად ძალიან კარგია ეხა მაგალითად ვერხვის ფოთოლთან მაქვს ეხლა ახალი გაკეთებული და ახალია იგა? ანუ ახალი გაკეთებული მაქვს მე ჩემი ვერსია და გალაქტიონის ტექსტია. მაგრამ მე მახსოვს ბაბუაჩემი უსმენა მაგას. კი დარწმუნებული ვარ ბაბუაჩემი მოусმენა. იტალიაში შესრულებული. ჯვარი მეწერს. აი მართლა მაინტერესებს. ეხლა აკეთებ მაგას ვერხვის ფოტო. გაკეთებულია უკვე შეგიძლია. მე რა შეგიძლია ნახო. ახალი ხო შეიძლება. ან სულ მაგაზე მახორმე კამათი. აი თუ გინდათ ესა გავიგე რომ კავკასიური სამწუხაროდ ძალიან მაგარი იყო ლეგენდა რაღაცა ანა გავიგე. რა ნანა ანუ ეგრე გაიგე. მე ეხლა გაიგე. ეგრე ნუ შემჯამე გან ეგრე გაიგე. თამაში არ თამაში არ არ გავიგე ესა რა ანუ არა კავკასიური ცაცი წერი ნე აქ მე არ ვამბობ თამაში ჭიყვაზე რომ მაგარი იყო მაგაზე არ ვამბობ ეხლა თუ გადაობთ იღადავთ მაგრამ გავიფრას და არ რამდენი ხანია არ გიბრაზებ რაღაცას გეუბარ აქ და აი მე აი დადიხარ ხელზე არა რაღაცას ვამბობ ხაგო მომაჭედოს მასწავლე მიდი გავიგე რომ არის კლასიკა ხო გავიგე ხო შეიძლება რომ რაღაცა სხვა არ ვარ კომპოზიტორი დაწერონ ვიმღერებ მე შემსრულებელი კომპოზიტორდეს გეუნები ხო მე რატომ მეუბნები მე ვერხვის ფოთოლი კიდე რაღაცა ხმალი არ ვეცოთ ქართველებო მაგარია გავიგე რამდენი ხანი უნდა ვლესოთ მითხარ სანამ გვაქვს ხმალი და ტაჩილა მანამ გავიგე რომ რაღაცა ჩაუხდეთ მუხრაბადოს და კლასიკა არის გავიგე ესტრადაზე მაქვს ლაპარაკი რაღაცა უკვე ხალხურსაც გადაჭდა ერთმა კომპოზიტორმა თქვა რომ მე ხალხურ სიმღერებს წერო აი ხლა ანუ ხალხში გაერევა მასაში და წერს ანუ რა პრობლემაა ანუ ხალხურ სიმღერებს წერო ერთი ადამიანია აი ეგ დაახლოებით როგორი ამბავი იცი ერთი ნაცნობი ყავდა და მონეტა აქო ჩემ ძმაკაცო ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნისო და რა ბოჩი აწერიაო რა ჩვენ დაახლოებით ეგ მოდი რომ ხალხურ სიმღერას წერ მე ახლა დღეს მე ვარ აი ეს თემი ვარ ანუ
ხო და რატო არ ხდება? ვაიმე! რატომ არ ხდება? ახალი სიმღერები რატო არ იწერება აინტერესებს. რატომ არ იწერება? ხო ლაპარაკობ და ესე არის. როგორ ისმენდი? ანუ სიჩუმე რო დამთავრდა. რატო ისე იმიტომ რომ მაყურებელი ვიყურებს ეხლა და აინტერესებს ახალი რატო არ არის? ისე ვერხის ფოტოს ამბობ. რატო არ იქნება ახალი სიმღერები? თეთრი ლაშქარი, ვერხის ფოტოლი, გავიგე. ახალი რატო არ არის? კითხვა მაგრამ კავკასიის ცაცაზე გავიგეთ პარამ არის. რატო არ არის? ნე. ო, რატო არ არის? ახალი სპექტაკლი, გავიგე, შექსპირი მაგარი იყო, გავიგე. ახალი რამე ამოწურე, ძმობას გაფიქრე. არა მომიწურია, просто ახალი რატო არ კეთდება? ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ რაღაც ახალი გავაკეთე, რაღაც ახალი. ამოწურე? არა, მე გამოუწურე. აი ნახე დაახლოებით ახალი სიმღერა რატო არ იწერება? ნახე, მე მიმულია რაღაცები ერთმანეთს. ახ შუხიდან თქვა რომ კონცერტები არ არის, არ ტარდება. არა, შუხიდან დააბრალებ მე შემსრულებელი კომპოზიტორები არა, ხო და ნახე, მოდი ბიზნესის მოთხოვნა მიწოდება, ხო გაგვიგია. მაგას ეგ დავიწყე მოთხოვნა მხოლოდ სოციალურ სფეროში კი არ არის. ამი ახალი დაწერეთ რა და ნუ ეგ ხო დაგიწერა. პასუხს არ დაელოდა, მე გადავიდა და ამათი პოლიტიკის დედას მე იქნე სპორტი არა ჩემის ეგ ტიპები არიან დადიან პოსტების ქვეშ და გახედავენ ანუ შენ მისგონი და ვასო ეგ ტიპია ანუ მე პოსტების რომ ტროლი ვარ მაგას აქ ტროლი გაიჩინდა არანაირად ამ მიკროსოციუმში ამ შეკრებას აქი ამ გადაცემას ბიჭო მარტო ადგილა დაარქვი შენ დაარქვი ფოტოლი მოდი დღეიდან იყოს ვერხის ფოტოლი საიტერე ეს არის ვერხის ფოტოლი ახალი შექმნილი. აუ ხალხო მოისმინეთ რა, ვერხის ფოთოლი გეხვეწებით რა. არა, მართლა ძალიან არ გინდა შენ არ გინდა. არა, უნამუსო ხას არ ეგონოს ხა მე ვერხის ფოთოლი არ ანუ მე ეგონე ერთი წუთი გაჩუმდი ჩვენებური ვერსია მოისმინე. ყოველთვის როცა დაბერავს ქარი. აი ეს როგორ შეიძლება არ გიყვარდეს. მაგრამ ახალი ეს არის ტროლი რომელმაც ანუ როგორც კი თითები აიღო კლავიატურიდან ადამიანად გადაიქცა არა მართლა მე გააგზელე გეხოცები რა მართლა გიორგი მიდი ვაუ ახალი თუ გინდა ახლებურად რამე როკში ახალი თუ აგე დაწერეთ რა როკში ოტო რამე როკში მიდი გაუში როკი რად გინდა სტილი შეუცვალოთ რა ვიცი რატო როკი როკს უკრავდა კაც დაანება თავი ეთერში цагად გამოდის ძლივ რო დავინახე გამიხარდა როკმა დამოუკვა როკმა შენზე მეტი მაყურებელი ყავს რომ იცოდე შეკრებილი იმას რა იყო ბიჭო იმას კენზოს სპორტის სასახლე გავავს გარწმუნებული ვარ რატო? იმიტომ რომ ახლებური ვერსია იყო და არ იყო. არა, ნახე, მე რაც სუდი წინადადება აქვს, იცი? ერთი წამი. რაც სუდი წინადადება აქვს, იცი, მომზადებული. ჩემი ვერხის ფოთოლი მოისმინე. ახალი გაკეთებული. ვერხის ფოთოლი კი არ მოვისმინე. შეიგრძელი. ვერხის ფოთოლი. დახატე? აი რა. აშრიალდება. აშრიალე. ვერხის ფოთოლი სულ. აღარ ვასო. ალახში ვაშრიალე. არა, შოკი მართლა გეონე მართლა აი არ მინდა ხო. თანაგზნობები. თეთრი ლაშქარი. მე რა. ვასო ახლებური რაღაც ანუ ხო თემა ვირჩიოთ და მოდი ახალი აი მაგალითად რა თქვენ ინგლისური გააკეთეთ იმ თანაგზნობა. აი ნაწილი იყოს ინგლისური. ორიელის აი ანუ აი სკორპიონსის უნდა რა ესენი გააკეთებენ ქართულ ტექსტს თქვენ ინგლისურში ანუ ცოტა ოქსფორდის პრონანსი იყოს მაინც Okay, let's go. მაინც თქვენობით რო არის რაღაცა პაროდიასაც აღიშერებენ გამომდინარე ჩამოსული და გადამირბინეზეთ ინგლისურზე ბიჭო თან ამას გონია მე ვიცი ინგლისური ყველაზე კაი ეს არის ახალი სიმღერა დავწეროთ ოღონდ მოდი მე დავწერ მელოდია ეს იყოს მე დავწერ და ამან იმღეროს არა მოდი ვასკავს სახელის მოდი არა დაწერეთ მე შევასრულე რაც არ უნდა იყოს ვიმღერებ დაწერეთ ბაზარი არა მიდი ნებისმიერს ანუ მახატია მიდი აი თემა ავირჩიოთ მაშინ როგორი მელოდია ავიღოთ იცი ქართული სიმღერების 65% რომ აკორდებზე არის ისა კი მაგაზე აგიბრაზდები რაზე გაგვიბრაზდებია აი ვერხის ფოთოლზე იქო კავკასიურზე რომ ვიხუმრე რაღაცა მაგაზე გაბრაზდებიან ხო ხალხი ხო კავკასიურზე შენ მოგეთხოვება ვერხის ყველაფერზე გაბრაზდებიან ანუ მაინც სადღაც
მიხდი ხო რომ ესე მარტივი არ არის რთულია ყველაფერს შეუძლებს მოდი მაშინ აი ნახე ხეზე მაგინებენ ხო ხეს რომ გავხარ რაღაც მარტივი ეგეთ მონახაზი რას ვხით ნახე ქართული სიმღერების 65-70% რომ აი ამ აკორდებზე რო არის დაწერილი რა ლა მი რე სოლ დარარარირირარარირო დარარარარირირო ნარარარარირირო დაწერა თუ არა მიდი დაამთავრე ტექსტი უნდა დარარარირირარარირო ტექსტებზე ეგერ არის დარარარირირირა ლა 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 ოღონდ ცოტა რომანსის ამბავი არის რომანსული ნარატივი მოდი ესეთი ტერმინები ჩავახსოვო რომანსული ნარატივი რომანსული ვაიბი მოაქვს ნარატივი და ვაიბი უკვე სხვაგან გადადი ხო ანუ უკვე ისე თაობები თუ რაღაცა აირი ერთმანეთს ნარატივი უკვე ნარატივი არის სერიოზული ჩვენი ამბავი მაგრამ ვაიბი ჩვენ ჯენზის ბრიჯ ხიდი ვარ თაობებს შორის ფოტოშორის მაგ ნარატივში ბრიჯი მესამე ნაწილს რო ვაკეთებთ ხოლმე ხო იცი არავის რო არ მოგწონს სიმღერაში კი ბატონო ეგ არის აი ფოტოშორის ბევრი სიმღერიდან ამოვიღეთ ბოდიში რო ძველ სიმღერებს როგორ მემაპატიეთ მართლა გეუნებით აი რა ყალბად იმართლა თავი არ დამაჯერებელი კარგი თემა ვასო ტაში არ გექნება ვასო შენ თუ გინდა ახალი სიმღერა, თემა, რაღაცა თემა რა თემაზე გესიამოვნება თემა რას ქვია არა იყო მან გაფუჭებული ძეხვი რა კარგი იყო გაფუჭებული ძეხვზე შევჩერდი მე რა ვიცი თქვი გაფუჭებული მაშინ მე რაღაცა რეცეპტივი თუ ავიღოთ ზოგადად ქართული სიმღერები და ზოგადად სიმღერები როგორ იწერება აი თუ მაგალითად იცი დაწერე დაწერე თუ იცი დაწერილი მოგახსენე ჩამოწერილი ერთი წამი არ გაი ჩამოწერილი აქვს რა რაზე ირითმება რა არის ყოველ მეორე ხაზზე რითმა არის ყოველ ხაზზე არის აი მაგათი ჯვარედინი მეზობელი რითმები და ასე გაფუჭებული ძეხვი და რაღაცა ნეხვი და რაღაცა ანუ აი ვერხვი ანუ მაინც ვერხვი აი გაფუჭებული ძეხვი ნეხვი და ვერხვი და მე მეუნება ხალხო რაღაცაო ბიჭო ეხა ზოგადად სამყაროში რაც ვერხვები არის მოაპარალელებ ეხლა იმასთან მე ხო არა მომიღია ხმა შენ თვითონ შენ ამოიღე უყურე ვერხვის ფოტოდან ეს უნიკალური სიმღერა გაურით აბა ვისია ნეხვს ვისია ვისია მის დაწერა მე რა ვიცი ოთოს მოთონ დაწერა აი მიდიოთო დავე თემა არა ძეხვი იყოს სიმღერაში იყოს რა არ გინდა ძეხვი სხვა რა წითელი ხორცე მავნებელი მოდი იყოს ვაშლი რამე ვეგანური ხო არ დავწეროთ ვეგანური ვაშლი ვეგანური განსაღი ცხოვრების წესი ულაქტოზო სიმღერა დავარქვა ულაქტოზო რა გინდა მოდი ვერხვი დავტოვო და ფოთოლი შევცვალოთ გორიელიო თუ რა ხთი რაღაცა იმახსოვრებს შემოვიდა იქ ყავაზე რა ეკითხა და ანუ ჩამოთვალა და ანუ მე მაგ ლაქტოზის საუდარლობა რა ვქნა და მაგარი დამახურეს და ლაქტოზა აი კარტელკას ლაქტოზის საუდარლობა რა არ ვიცი ანუ ძეს ვერ სვავ ულაქტოზო ვერ ჯიქნიდან ვერ აი რა გამოგიტოვებია შეშვები ხო არა ულაქტოზო სიმღერა ულაქტოზო კარგი სხვა არ დავარქოთ რა პრობლემაა ნებისმიერ მარტო მე არა არ შევეჭიდები ამ ამბავს რა ხო ბევრი ვარ 6 ადამიანი ვარ და ერთად დავწეროთ რა რადგანაც მოთხოვნა მიწოდებაზე ვისაუბრეთ წიმა და ღამეს მოთხოვნა აქვს და მივაწოდოთ მე ღამე ამთვარე ანათებს ქუჩებს შინელება მივაგზავნე ხო და ეს ყველაფერი მაგონებს შენს ტუჩებს ქუჩაში მივდივარ დავეძებ ბუჩქებს იქიდე მოვაგზავნე ასევე დავეძებ სხვადასხვა ქუჩებს. შემომხვდა ბიჭი,
ეს უფრო ის არის ჩანახატი. რეჩიტატივით არის წარმოდგენილი. არ ქონდა ნიჭი. არ ქონდა ნიჭი. კიდე ვაი ეს ბიჭი. არ ქონდა ნიჭი. ეს უფრო ტავტოლოგია. მასო. მაგრამ შეგიძლია გააგრძელო. იქვე ანაზდად გამოხდა ჩიტი შეიფრთხიალა ვიტვიტა ვიტი მაგრამ უეცრად ჩიტი დაღონდა ვინაიდანაც რაღაც შაქონდა მერე უნიჭო ბიჭი უნიჭო ხიჭვი აი ხოი ისტორია რატომ ვისამრავლე პოვიდი აი მშვენიერი ეხლა ამას ამოგიჭრით ამას შენს ახლა სიმღერის მეტი არაფერი არ დამზადებული. აი შესრულების მეტი არ დამთავრებული ამბავია. აიღერო ნახვები ექნება სრული ანშლაგი. აი ხალხო დამიჯერეთ რა ვერ გისპოთოლი სხვათა შორის უკვე შეგვიძლია რომ ალასთან ბენდის ადგილი დავიღო. მაინც არიელია ხო? რაც ქირავდება და დაფიკავოთ. კი ბატონო, ეგ არ არის ცუდი აზრი. როდის ვიწყებ? როდის ვიწყებ? ეხა პარასკევს უკვე აი ხუთშაბათს. ვანო საკარი და ბენდის ჩვენ არ გვინდა ის გიტარა და ჩვენ გიტარა ჩვენ და თეთრი ღამე. ანუ თეთრი ღამე, კი. მოკლედ, ანუ ესე იგი შესაძლებელია რა, რაღაცა თუ მოვინდომებთ. ეხლა ჩვენ ესე ნიუდექის და კიდე არ მოვინდომეთ ხო? არა, კიდე არ მოვინდომებთ. ჩვენ შეგვიძლია რომ უცხოური ბაზრებიც ავიტისოთ თუ ინგლისური ტექსტები. შეგვიძლია ინგლისურად ვცადოთ. მე ინგლისურს დავწეროთ რა, რომ აი ეს წვენა ინგლისურად შორობად ჩაჯდება კი, შორობად ჩაჯდება მოუხდება. სხვადასხვა პარიზულათაც შეიძლება, აი პარიზულ მუსიკას აკორდეონის ტვენა რაღაცა ზაზ ლეშები ამიტომ მგონია რომ ჩვენ უსაზღვრო შესაძლებლობა კაი მომეწონა ChatGPT-ს თუ იყენებ კიდე მაინტერესებს ხანდახან ან რამეში ისე ძირთად ხო იცი რა ChatGPT ძირთად მანქანის საკითხებში ძირთად ვიყენებ ხოლმე რა ანუ იცის ხო არ კითხოთ ამ ChatGPT-ს არ ეცოდინება ვიცი კითხეთ აბა ჩემზე რამე ChatGPT-ს ხო აუ ეგ აი ამბავი ძალიან მაინტერესებს რა იცის ChatGPT რით შემიძლია დახმარება ახალი კომპოზიტორი სიმღერები რო დაწერო სხვათა შორის აი რა ეგ ძალიან დიდ წილად პრობლემას შეუქმნის ჩვენს სფეროს აი ახლა რაღაც რეკლამები გადის ეთერში რომელ რეკლამებსაც ახმოვანებს ხელოვნური ინტელექტი შენ თვითონ გაეცი პასუხი იმ რეკლამას ბოდიში იმ რეკლამას შენ რომელიც მოისმინე და რომელიც ChatGPT-ს კი არა და AI-ს დაწერილია და ამის შემდეგ ამოფუის პრობლემას შეუქმნის ვინმე აი მითხარი ის აი იმ სიმღერამ ვის რა პრობლემაა და შეუქმნას ბოდიში მომიწყო ის სიმღერა ის კონკრეტული სიმღერა ეთყობა როგორმა რა თხოვა ანუ იმან უთხრა რომ ამის ხმა მინდა რამე ახალიო ჟანრი ასეთი მინდა რაღაცა და რაც თხოვ ეგ ტექსტი თვითონ იმას არ დაუწერია ამათმა დაუწერია მე შემიძლია ვკითხო ChatGPT-ს როგორი მომღერალია ჯერმოდი ვინ არის არ გაინტერესებს ვინ ახარ შეგიძლია შენ გინდა შენი ხმით კითხო არა შეკითხე არა ვინ არის მაგას გეტყვის მოიძიებს ინფორმაციას როგორი მომღერალია როგორ ეგ რაღაც შეფასების ნაწილი იმას აფასებინებ რაღაცას აფასებინებ სერვერს არანაირად უბრალოდ ინფორმაცია რაღაცა ელექტრომოწყობილობა უნდა შემაფასოს ეხ მიდი მოიცა ჩაგვანაცვლებსა და შეგვაფასო კითხო თუ არ კითხო ბოლოს კითხო რა მალე დანებდით იმ აი კითხე ხვენია მაგის მომერიდა რა ხვენია იყურებს როგორი მომღერალია გიორგი სუხიტაშვილი ეგ არ გაგიგზავნა
გავგზავნო. ანუ ჩვენ გვეკითხები ასო. ჩატში ჩაგდო. აქ არაო რა დაწერო. ხოიცე გავცეთ პასუხი. არ ელაპარაკე. არ უნდა გამუტულია. ანუ რა იგნორებს ის. შაულმა მე მგონი გამოეცახებია. იქ შევიდა და რამე ახალი პროგრამა, რატო არ წერ ახალ პროგრამას? იმასთან კონფლიქტია. კონფლიქტია უკვე. აჰა ძმაო. როგორი მომღერალია გიორგი სუხიტაშვილი? დიდი კითხვის ნიშანი. გავაგზავნოს. იმდინარეო ძიება. შენ პირი წაიგითხავ თუ მეტამე? გიორგი სუხიტაშვილი არის ქართველი მომღერალი, ჭყალებში უწერია და რატო არ ვიცი. და მუსიკოსი, ესეც ჭყალებში უწერია. მერე რომელმაც ქართული საკონცერტო და შოუ ბიზნესის სივრცე გარკვეულწილად მოახერხა თავისი დამახასიათებელი და მსმენელისთვის სხვადასხვა ჟანრის სიმღერების საჯარო გამოსვლებით, როგორიც არის ვერხვის ბოტოლთან. ვინ არის და რა სტილი აქვს? ანუ ის გიორგი სუხიტაშვილი გიორგი სუხიტაშვილი გამოირჩევა არ არის საჭირო როგორც მომღერალი და მუსიკოსი, კრეატორი, რომელიც აქტიურად იყენებს ქართული მუსიკის ელემენტებს და აქვს სიმღერების სხვადასხვა ჟანრში, როგორც პოპულარული, ასევე არაპოპულარული. ტრიალებს იღერე რამე და ასე რაღაცები. მოკლედ, სულ ახლა ესეთი კითხვა მაქვს, რომ ზოგადად ამ ყველაფრიდან რამე გამოვა, როგორ ფიქრობ? აი ამ ყველაფრიდან დღეს რაც ხდება. გულწრფელად რო გითხრათ, რაც ყველაზე მეტად აკლია ყველანაირ სივრცეს, არის რომ ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც არიან რა. ეს არც ხუმრობ და არც რამეს ვაშარჟებ. ჩემ პროფესიასაც ეგ აკლია სცენაზე. რომ ადამიანებმა თავის-თავში გაატარონ რაღაცა, რასაც აკეთებენ და მხოლოდ იმაზე არ იფიქრონ, სხვას რა მოეწონება. ისეთი უნდა გაგვიგონან მოვეწონოთ, როგორებიც ვართ და ნამდვილი იქნება ის, ვინც გისმეს. ბევრი იქნება, ცოტა იქნება, ნამდვილი იქნება. ისაც მე სოციალურ ქსელში რასაც ვაკეთებ, მთელი ამდენი წლის მანძილზე, პაპა ჩემი ცოცხალი რო იყო და პაპა ჩემს რო უვლიდი და ყურადღებას ვაქცევდი, ეს არ იყო ის, რომ მე ვიღაცას ვაწონებდი. პაპა ჩემი იყო, ოჯახის წევრი იყო და აბა რა უნდა მეკეთებ. ვიღაცები ამაზე მაქებდნენ და ვერ ხვდებოდი შესაძლებელი ეგრა იყო. მაგრამ თუ ეს ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ის რა ან საინტერესო როგორიც ვარ, ეგ არის სწორი. თუ ჩვენ ერთმანეთს ისე ვეხუმრებით, როგორებიც მართლა ვეხუმრებდით და ტექსტი არ გვაქვს ჯიბეში და გარეთ არ შევთანხმდით, ეგ იმ ადამიანებს მოეწონებათ. შეიძლება რაღაცა ხუმრობა მოეწონოთ, არ მოეწონოთ, მაგრამ იციან, რომ უნდა იცოდნენ პროსტორად, რომ ჩვენ ერთმანეთთან არ შევთანხმდით, მე რომ ამას გეტყვი, შენ ახლა გიტარა, რავი, რატო იყო საერთოდ არ ვიცი. ანუ ეს რომ ჩვენ არ დაგვიდგამს, ეს უკვე კაია. მე ყოველ შემთხვევაში რასაც უყურებ, რაც მომეწონება, იქნება ის, რომ ადამიანები როგორებიც არიან, ისეთები ვნახო რა. თორე თქვენ გიცნობთ ყველას მაყურებელი თქვენი პაროდიებით. და აი ვასო რომ რამდენი ხანი ვიცნობ. ვინ არის? ეგ მაგრა აი ხა შენ როგორ ფიქრობ, რომ შენ წარმოაჩენ შენი თავი ისეთ როგორიც ხარ ამ გადაცემაში? ანუ ნახე სხვა გადაცემიდან განსხვავებული რაღაც შეგრძნება იყო თუ არ იყო? როგორც სტუმარის კი ძალიან თავისუფლად ვიყავი. ასეთ საერთოდ არ მიფიქრია ის, რომ ეხლა მე ისეთი რამე თქვა, რომ ვიღაცა ეკრანთან გავაცინო, ან თქვენ მოგაწონოთ თავი. იმდენი წელია მინიმუმ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, რომ ავი ერთმანეთი უკვე მოწყენილი შეიძლება გქონდეს. არ გეპრანჭებით. კი ბატონო, არ ვიპრანჭებით. და მადლობა, რომ აქ ვარ. მადლობა პირიქით შენ. ძალიან დიდი მადლობა. გამოვასწორეთ მე. დავბადე კონცერტი. მე მინდა რომ ვერხვის ბოთოლი მიგროს ინგლისურად შემდეგ მოშმაზე. ვერხვი როგორაა ინგლისურად? ვერხვი? თქვენ მერე გაგაცნობთ, ეს ძალიან კარგი ბიჭია რა. ძალიან კარგი ადამიანი. დავალება მქონდა და ამდენი ხანი ლაპარაკობდი, რომ ისეთები ვართ, რაც ვარ დავალება მქონდა. ყველაფერს ესეც რა და ხუმრობით. არაფერი საერთოდ ხო, უბრალოდ გადავხედეთ, გადმოვხედეთ შენს რაღაც ინტერვიუებს, რაღაც თემებს, ამბები, მეტი არაფერი მართლა არ ყოფილა. აქ ვსურვებდი იმას, რომ ყოველთვის ადამიანები იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან რა. ხო, კი. სტუმარი რომ მოდის, არ იყოს ყოველთვის რაშიც ბორძიკობთ ხოლმე ეგ არის, რომ ვიღაცებს თამაშობთ და ანუ ესეთ გადაცემაში არ უნდა იყოს ეგ, თორე აი იქით
სადაც პავილიონები გაქვთ და სადაც რაღაცებს აკეთებთ. ნუ იმას უხდება ეგეთ მაყურებელი, რაღაცებს იმიტომ ყავს რომ ისეთია. ხო. რომ ყველა იცის რომ ესენი ისეთები არ არიან. თუმცა ვიღაცებს შეიძლება დღემდე ჯერათ. ძალიან დიდი მადლობა სუხით. მადლობა, სუხით. მეგობრებო, რა ვიცი, მადლობა გადაუხადეთ. ყველას დიდი მადლობა. მადლობა ყველას. წამყვანი სულეს იყო არა მე დავიწყე მე დავამთავრე. რაღაცნაირად დამთავრებული კი არის მაგრამ დღეისათვის სულეს იყო მეგობრებო რა გადაცემა? გადაცემა ვერ ხვდით.